მოკლედ და ორი სიტყვით მინდა აღწერო დღევანდელი დღე რა მოხდა და რა შეგვიძლია ვისწავლოთ დღევანდელი დღისგან. ზოგადად ესეთ რთულ კონდიციაში, რომელშიც მარკეტი არის ახლა, მარკეტის კიდე უფრო ჩახლართვა, ასე ვთქვათ და რთულად დანახვა და რაღაცების გართულება იქნება უაზრობა რა ჩვენი მხრიდან. ამიტომ უნდა ვეცადოთ ყველაზე მარტივად უყუროთ ყველაფერს რა. საკმაოდ დიდი პერიოდის შემდეგ დღევანდელი დღე იყო ისეთი დღე, რომელშიც ყველაზე მარტივი იყო ტრეიდინგი. ძალიან წმინდა მარკეტი იყო და სიტყვით გვეუბნებოდა რისი გაკეთება უნდოდა. გაიხსნა თუ არა მარკეტი აზიაზე, ჰქონდა კონსოლიდაცია აზიაზე, манипуляция გააკეთა თვალსაჩინო მაღლა მხარის ლონდონმა და იდეაში დისტრიბუცია მინდოდა გაეგრძელებინა ნიუ-იორკს რა. ნუ საპირისპირო გააკეთა ნიუ-იორკმა ამ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან აზრიანი დღე იყო მაინც ყველა ვარიანტში. და მოდი ახლა ორი სიტყვით ტრეიდსაც შევეხოთ რა. რა შეგვიძლია გაუკეთებინა და როგორ შეგვიძლია მარკეტის ლაპარაკი ჩვენთან კომუნიკაცია გამოგვეყენებინა და გაგვეგო იმას თუ რას გვეუბნება. ერთ დღიანზე აგერ ქონდა SMT, წინა დღეს SMT გააკეთა NASDAQ-მა, ES-მა მოხსნა საერთოდ ყველა low რაც კი ქონდა კონსოლიდაციაში. და ნუ იდეალური ვარიანტი იყო აქ უკვე სატრეიდოთ, აქ მithumetes 60% უწევდა, 60-65% უწევდა Fibonacci-ის დონის, პლუს fair value gap-ი იყო 15 წუთიანი და მაგას პლუს აგერ 15 წუთიანი fair value gap-ი რაც ქონდა, არც კი დაინვერჟენა რა. იდეაში ეს დიდად არ მადარდებდა დაინვერჟენებდა თუ არა, მაგრამ ნუ არ დაინვერჟენა, ესეც კაი confirmation-ი აქ. ერთ წუთიანზე რო გადავიდეთ, რაც შეგვიძლია აქ დავინახოთ არის ის რომ liquidity გასვება, იქ low-ები ქონდა აქ. სტრუქტურა შეიცვალა და გააკეთა inversion. Inversion-ზევე იგივე რო შევსულიყავით ტრეიდში, ზოგადად ანუ SMT როცა არის მარკეტზე და რაღაც კონკრეტული ადგილი ელოდება მაგნიტური, რომელთანაც ასვლა ეჩქარება ხოლმე მარკეტს, ნებისმიერ კონფირმაციას რაც საკეთებს, თუნდაც order block-ი იყოს, fair value gap-ი იყოს, აღარ უნდა ხოლმე იქ ჩამოსვლა და პირდაპირ მაგის გარეშე მიდის იღებს იმ კონკრეტულ ადგილს რაც აქ თარგეტად რა. მოხსნა პირველ რიგში წინამდებარე high და წავიდა მერე მაღლა უკვე вообще all time high-ც აიღო და ესე დაასრულა დღე ერთი სიტყვით რა. ანუ დღევანდელი დღის მიზანი ის იყო რომ დამენახებინა ისედაც ამ გართულებულ კონდიციაზე მარკეტის არ გავართულოთ ჩვენ მარკეტზე ტრეიდინგი. თუ გინდა მარკეტის უკეთესად დანახვა და შეგეძლოს მაღალალბათობიანი ტრეიდების დაჭერა, შემოდით ჩემთან Discord-ზე და იქ გასწავლი ყველაფერს დეტალურად.